მოკლედ ძალიან საინტერესო და პრობლემურ ასე ვთქვათ თემაზე უნდა ვისაუბროთ, ანუ თემაზე რომელიც დამოკიდებულია ჩვენზე და რა დამოკიდებულება გვექნება გარემოზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენზე ბევრად არის დამოკიდებული და ჩვენ ხშირად ამ თემებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს არის სამშენებლო ნარჩენების უკანონო გადაყრა, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე ჩვენს ეთერში, ეს საკითხი სერიოზულად და სერიოზულ ზიანს აყენებს ქალაქის ეკოლოგიას და იერსახეს, რა გზებით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი და გავარჩიოთ უпростоრედ სამშენებლო ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და რა უნდა დავტოვოთ ნაგვის ყუთთან და რა არა. ხომ გიფიქრია, როდესაც ნაგავი გაგიტანია, ხო? და ხა გვიფიქრია, როგორ უნდა წაიღოს ეს ნაგავი მანქანამ, ხო? კი ბატონო. ამისთვის ჩვენ უკვე შემოგვერდა სტუდიაში თბილსერვისის ჯგუფის დირექტორი გიორგი პაპავა, დილამშვიდობისა. დიდი მადლობა რომ შემოგვერდით, იმიტომ რომ მართლა ხშირად პრობლემურია ეს საკითხი. და ერთი კონკრეტული მაგალითი დავიწყებთ. მე ერთ-ერთი მეგობრის სახლში რემონტია და ძველი სკამი ხის ჩამოვიტანე და დავდგი ნაგვის ყუთთან. იმიტომ კი არა რომ ნაგავს უნდა თან წაიღო და გაეტანა, უბრალოდ ვიფიქრე რომ ვინმეს დაჭირდებოდა და წაიღებდა. სწორად მოვიქეცი თუ არა? მოგახსენეთ, პირველ რიგში მადლობა რომ გეხმარებით ამ თემის პოპულარიზაციისთვის. ჩვენთვის მართლა ძალიან დიდი გამოწვევაა უკანონო ნარჩენის განთავსება და მით უმეტეს სამშენებლო და ინერტული მასალის. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, ჩვენ გვაქვს ამისთვის სპეციალური პროგრამა, როდესაც მეორადი დაზიანებული ფურნიტურა ან ავეჯი გააჩნია მოსახლეს, მიზერულ ფასადს, ხრალარად, ერთ კუბამდე მოცულობა, როდესაც გააჩნია და სკამი ამაში რა თქმა უნდა ჩაჭდება. ფულსაც გავაკეთებდი. პირიქით, თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ, თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ ჩვენი თანამშრომლები. გეგმიურად წითელ ხაზებში თქვენ სეზოს ტერიტორიაზე, ექნება ეს ცხელი ხაზის საშუალებით თუ ვებგვერდის მეშვეობით, როგორც უფრო მომხმარებლისთვის არის კომფორტული, ჩვენი თანამშრომლები მოვლენ ადგილზე და სამი სამუშაო დღის ვადაში მას გაიტანა. ანუ ტელეფონზე სწორად არ მოვიქეცი როცა დავტოვე ნაგვის. თუ თქვენ გნებავთ რომ თქვენი ავეჯი მეორადი გადასცეთ, ასე ვთქვათ, მეორე სიცოცხლისთვის გადამუშავდეს და რამე მისგან დამზადებს, არსებობს ორგანიზაციები, რომელიც ამას იბარებენ. თუმცა თუ ეს არის უკვე ნარჩენი და უნდა გადავაგდოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მისგან არაფრის შექმნა აღარ შეიძლება, მაშინ ეს არის უკვე მომსახურება, რომელიც უნდა შეიძინოთ და განთავსდეს შესაბამის ადგილზე. არასწორად ავუხსნათ მაინც მაყურებელს როგორ იქცევა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მატრასები გვინახავს ძალიან ბევრი ასევე ის კონტეინერებთან, ხო, აყუდებული და ბევრი სკამი, მაგიდა რა ბევრი ნივთი გვინახავს. როგორ იქცევა? ხოდა შორის არიან ადამიანები, ვისაც ეს მიაქვთ და მეორე სიცოცხლეს აღზევ და მადლობას ირთიან ნაგვის ყუთთან რომ დატოვე ეს ნივთიო და ნახეთ, ანუ თბილისში ძალიან ბევრ ადგილს, სადაც რეაბილიტაციები ხორციელდება და ფიზიკურად გეომეტრია გზის სიძლევა ამის საშუალებას კეთდება მიწისქვეშა ნაგვის ურნები. მიწისქვეშა ურნებს ყველგან აქვს ისეთი დიამეტრის ხელი, რომელთაც ადვილად მივხვდებით, რომ ეს არის საყოფაცხოვრებო ნარჩენის და შიგნ მატრასის ან საწოლის ან მეორადი ხელსაბანის და ფურნიტურის ჩაგდება არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში გამოდიან მოსახლეობა და მის გარშემო ალაგებენ. ხა წარმოიდგინეთ, როცა ტურისტი ან ჩვენი მოქალაქე გამოდიორთ, ხედავთ ევროპული სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი განათებას, გაჩერებას, სკამებს, ფილებს, რომელიც საქართველოში ნამდვილად არ იწარმოება, მოწესრიგებული, გარეცხელი, გალამაზებული დილის 6 საათზე არის ქალაქი გავწკრიალებული, გამოდიხარ და ხელსაბანი დგას გაჩერების გვერდზე, ხო? როგორ სანახავია? მოდით, აი კიდევ ერთხელ გავმიჩნდეთ ერთმანეთისგან საყოფაცხოვრებო ნარჩენი და სამშენებლო ნარჩენი და რა ტიპის ნარჩენი შედის თითოეულ კატეგორიაში? მყარი ნარჩენი, რომელიც რემონტის შედეგად წარმოიქმნება, ასევე მეორადი ფურნიტურა, ავეჯი, ეს არის თავისთავად არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც არ უნდა მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენის ურნაში. ხო, საყოფაცხოვრებო ურნების გაცვლის დროს მოდის ჩვეულებრივი ნაგამზიდი, რომელიც ამ ურნებს მის, ასე ვთქვათ, ზარაში ანთავსებს, ჭირხნის, პრესავს და ამის შემდეგ მიაქვს პოლიგონზე. როდესაც შიგნით ხდება მყარი ნარჩენი, როგორიც არის მაგალითად ტომრებში ჩამალული შიგნით ბლოკები, ფილები, კრამიტი და ასე შემდეგ. ეს ნაგამზიდი რა თქმა უნდა ცდილობს რომ ის დაპრესოს, დაჭირხნოს, იმიტომ რომ მას მიაჩნია რომ შიგნით აქვს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენი და როდესაც მყარი ნარჩენი ხდება, პირველს, მეორეს, მესამეს, ანუ ამ დატვირთვას რა თქმა უნდა უძლებს, თუმცა როცა ეს არის პერმანენტულად, იმიტომ რომ თვითონ ნაგამზიდის სვლა გეზში არის რაღაც 150-160 урна ზიანდება. რა თქმა უნდა, ეს ნაგამზიდები არის ევროპულ სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული, მისი ნაწილები საქართველოში საკმაოდ რთულად ჩამოსატანია, ძვირადღირებულია და ის ბიუჯეტი, რომელიც მის აღდგენას ჭირდება, აკლდება ისევ თბილის პროექტებს და ინფრასტრუქტურას, რომელშიც ჩვენ თვითონ ცხოვრობთ. ბატონ გიორგი, რომ დავუბრუნდეთ პირველ შეკითხვას, საქმე რომ გამოვატოთ კომპანიის შემთავაზებას, როგორ იქცევა მოქალაქე, ვებგვერდზე რეგისტრირდება, რეკავს თქვენთან თუ რომ ავუხსნათ? ეს არის ორი საშუალება, ვისაც ინტერნეტი და ელექტრონული ინტერფეისები უფრო
კომფორტულად მიაჩნია და ხელმისაწვდომი ამისთვის, ეს არის TBSG.G, ანუ ჩვენი ვებგვერდის მისამართი ფილსერვიჩ ჯგუფი, სადაც აკეთებს როგორც ვიდეო რგოლი არის არეკლამო, რომელიც მიანიშნებს მას თუ როგორ უნდა მიყვეს ინსტრუქციას და ძალიან მარტივად ანახორციელებს რეგისტრაციას. ასევე ეს არის ჩვენი ცხელი ხაზი 61 90 50, სადაც ვისაც არ უნდა რომ ინტერნეტით შეავსოს ან არ აქვს ცნობა კომპიუტერთან, მის მაგივრად ჩვენი ოპერატორი შეავსებს ამ მონაცემებს და საკუთარ წითელ ხაზებში დაალაგებული ნარჩენის სურათს ატვირთავს ან უბრალოდ მოუყვება ტელეფონში სად უდევს, რამდენია, როგორ არის ამის მიხედვით, მივა მას უნიკალური კოდი, განახორციელებს გადახდას და გამოუჩნდება მას ან ტელეფონში დაუდასტურებენ, რომ თქვენი შეკვეთა მიღებულია, შესრულებულია და ჩვენი თანამშრომლები დაგეგმილად მივლენ სპეციალური მანქანით, რომელიც არ არის ჩვეულებრივი ნაგამზიდი, რომელიც არის საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის, რომელიც არ განზიანდება, ასევე თანამშრომელი მოვა შესაბამისი, რომელსაც აქვს ეკიპირება და ასე ვთქვათ, უნარები, ძალა იმისა, რომ ძიმე ნარჩენი გაიტანოს და შესაბამის ადგილზე განათავსებს და არ მოხვდება იქ, სადაც საყოფაცხოვრებო პოლიგონი. თანხა მაინტერესებს. მოცულობას აქვს თუ არა მნიშვნელობა? წონით როგორ ხდება, როგორ პირველი ყველაზე ნაკლები, ახლა როგორც ვიზახთ ხოლმე, ერთი დივანი, მატრასი, ხელსაბანი, უნიტაზი თუ ასე შემდეგ, 1 კუბამდე რაც არის 0-დან 1 კუბამდე ეს არის 9 ლარი, 1-დან 3 კუბამდე ეს არის 69 ლარი, 3-დან 5 კუბამდე ეს არის 159 ლარი. რეალურად ეს ღირებულება დღევანდელ ბაზარზე არის მიზერი, ვიდრე კერძო კომპანიები ამას თამაზობენ. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული და არა ის, რომ კერძო ბაზარზე შევიდეთ და გადაზიდვებში ვინმეს კონკურენცია გაუწიოთ. ეგ უნდა მეკითხა ზუსტად. აი ამ შემთხვევაში მაგალითად არის მოქალაქე, რომელიც მაგალითად რემონტს აკეთებს ბინაში და რო რეკავს აუცილებლად სადაც განთავსებულია ეს კონტეინერები, იქ უნდა ჩაიტანოს ეს ნაგავი თუ ეს დეტალები. მადლობა, კარგი კითხვა. ნამდვილად პირველ რიგში თავარია, რომ ნარჩენი რომელიც გვინდა რომ ჩვენ თვითონ გავიტანოთ, ან ვინმეს დაუკეთოთ მისი გატანა, უნდა განვთავაზოთ საკუთარ წითელ ხაზებში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიდეს ეს არც განათების ბოძის ქვეშ, არც კორპუსის კუთხეებში, არც საყოფაცხოვრებო ნარჩენის ურნების გარშემო და ასე შემდეგ. საკუთარ ტერიტორიაზე თუ რაიმე მეურნეობა გაქვს, თუ რაიმე რემონტს ახორციელებ, უნდა გქონდეს შენი მარაგები ან პირიქით ნარჩენები დალაგებული და არა ქალაქის ტერიტორიაზე. თუ რემონტს ვაკეთებ, მოვლენ და მესასართულზე. არა, მეცხრე სართულზე თუ გაქვს საკუთარ წითელ ხაზებში უნდა ჩამოიტანოთ ეზოში და სურათოთ, რომ აქ ამ ადგილზე მაქვს ან მოგვიყვეთ ტელეფონში სად გვაქვს ეს განლაგებული კორპუსის გარეთ. წითელ ხაზებში ეზოს ტერიტორიაზე და ჩვენ აუცილებლად მოვალთ და წავიდეთ. აი ქალაქის ტერიტორიაზე მისი განთავსება ეს არის ცალსახად სამართალდარღვევა, იმიტომ რომ ერთია რომ ამახინჯებს. დიახ, აი სამართალდარღვევა. როგორ გამოიჭერთ ასე ვთქვათ სამართალდარღვევას, იმიტომ რომ კონტროლი როგორ ხდება? კამერები არ არის დამონტაჟებული ყველგან, თავისთავად ვერ დაინახავთ, ხამეჟელება ადამიანი მივიდეს დაყაროს ნაგავი, ახლა დილით და გავიღვიძეთ, თქვა თქვი დალაგებული გო დაცლილ ნაგავთან, ხდება ძირითადად ესეა ხოლმე ღამის საათებში 12 საათის მერე, როცა დაბნელდება მეზობლებსაც მეტნაკლებად ძინავთ და ფანჯიდან არავინ იყურება, ჩუმად გამოდიან, გამოაქვთ ტომრებში შეფუთული, სინამდვილეში სამშენებლო ნარჩენია და დაალაგებენ ხოლმე ან განათების ბოძის ქვეშ, ან გაჩერებასთან, ან კორპუსის კუთხეში. გამოვლენას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს როგორც პოლიციასთან, ასევე მუნიციპალურ ინსპექციასთან, შესაბამისად ჩვენი თანამშრომლები დღის განმავლობაში ახორციელებენ პერმანენტულ შემოვლებს ყველა რაიონში მანქანებით, მსუბუქი მანქანებით, რათა აღმოაჩინონ სად რა და როგორ ხდება, ასევე სადაც ხელი და პრობლემური წერტილებია. იქ ჩვენი თანამშრომლები დგანან შესაბამისი აღჭურვილობით, რომ შექმნან ვიდეო მტკიცებულებები, ასევე თუ სადმე გარშემო კერძო ობიექტის ვიდეო სამეთვალყურო სისტემა მიდივართ ხოლმე და უხსნით, რომ ეს ქალაქი მათიც არის, ჩვენიც არის, შესაბამისად მათივე ობიექტისაც კარგი იქნება თუ გარშემო იქნება წესრიგი და სისუფთავე, ვიღებთ ვიდეო კადრებს და შემდეგ ამ ყველა დოკუმენტაციას გადავცემთ მუნიციპალურ ინსპექციას. და შემდეგ ყოფილა პრეცედენტი, რომ დაუჯარიმებიათ ადამიანი, იგივე დედაქალაქის მასშტაბით ვიღებთ. ყოველდღიურად დაჯარიმების ფაქტი 30-40-ს აჭარბებს, საკმაოდ ანუ ხშირია ეს შემთხვევები. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევები, ასევე ძალიან ხშირი არის ქსელური მაღაზიები, რომლებსაც არ უნდათ რომ თავიანთ ნარჩენს თვითონ უპატრონონ და თანამშრომლები ხშირად იხდიან ფორმას ქსელური მაღაზიის რომ ეგ და ანუ ვიღაში აქვე რომ დავაკეთო არა ქსელურ მაღაზიებზე უნდა ვიკითხო. ხუთებიდან რომ პროდუქტს გადაალაგებენ დახლებზე, დაუკეცავი ხუთებით სავსე არის რომ ნაგვის ხუთში მერე ადგილი აღარ არის. ამას არავინ არ აჯარებებს, მე ერთ რამდენიმე მისამართს მოგცემ. კი, რა თქმა უნდა, ახეთ ეს მუყავს ხუთებზე როცა არის საუბარი, ყველა ვალდებულია რომ უყავს ხუთები, მათ შორის მოსახლეც ხა, როდესაც
როდესაც ჩვენ ჩამოდივართ და შევიძენთ მაცივარს ან ტელევიზორს, თუ მას განვათავსებთ საყოფაცხოვრებო ურნაში, ერთმა მოსახლეობამ ერთი ყუთი ჩადოს, ურნა სავსეა და ჩვენ შიგნით და მეზობლები ვეღარ ჩაგვიდიან შიგნით ნარჩენს, ხო? ამიტომაც ყველას გვაქვს ვალდებულება იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, როდესაც რაღაცას შევიძენთ, ეს ყუთები უნდა დავკეცოთ, დავჭრათ, მოვათავსოთ ისე, რომ რჩებოდეს ადგილი სხვამაც რო ისარგებლოს ურნით. გარდა ამისა, პლასმასის ხის ურნები, როდესაც არის, ეს უკვე საწარმოო ნარჩენია, რომელსაც წარმოქმნიან ორგანიზაციები და თავად უნდა უპატრონონ, ან გადაამუშავონ, ან გაყიდონ, ან მომსახურება იყიდონ. გადაცემის მერე ეს ნაწილი უნდა ამოვჭრა, ტელეფონში უნდა მქონდეს და მითხარით, ჩემი სახლის ქვეშ მაღაზიას უნდა ვაჩვენო. რამდენი დაჯარიმდება თუ ყუთი დაკეცილი არ არის და ისე ყურებს. იურიდიული პირის შემთხვევაში პირველი ჯარიმა იწყება 1000 ლარიდან, ასევე ეს დამოკიდებულია ფიზიკური პირები 500 ლარიდან, ასევე დამოკიდებულია რა ტიპის ნარჩენი აქვს და პლუს რა ზიანს ქმნის. სახლის მისამართი შემდეგ გეტყვით, რეკრეაციულ ზონებშიც ხშირად გვხდება, ხო, ეს ნარჩენები. აი, ყველაზე დიდი პრობლემა სად არის ახლა და რომელ უბნებში ფიქსირდება ყველაზე მეტად აი ეს დარღვევები. ნახევრად ხუმრობით უნდა ვთქვათ, რომ გლდანი არის, ასე ვთქვათ, აუღებელი ციხესიმაღლე. ორ კვირაში ერთხელ შევდივართ, სადღაც 150 პერსონალი ცოცხალ ძალას გულისხმობ, ძიმე ტექნიკა, სატვირთოები, ექსკავატორები, რომ გავიტანოთ სამშენებლო ნარჩენი, რომელსაც ისინი ანთავსებენ ან გზაგამყოფებში, ან გამწვანებულ სივრცეებში. ყველაზე რთული არის აი ქარიანი ადგილი, მაგალითად თბილისის ზღვის გარშემო, აი ხან ბევრი მისადგომი აქვს, თუ სადმე რემონტები ხორციელდება და ვინმე ქირაობს, ასე ვთქვათ, შავ ბაზარზე კომპანიებისგან გატანას, ამ კომპანიებს პოლიგონზე არ შეაქვთ მომსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მანქანა სულ რაღაც 15 ლარი ჯდება. მისადგომები მომსახურება ძალიან ძვირი მაგათთან. და ვთქვათ 400-500 ლარზე მეც იღებს თვითონ კომპანია გატანაში და ეს ყველაფერი მიდის თბილისის ზღვაზე. ხა წარმოიდგინეთ, ხევიდან ამის ამოწმენდა, გამოტანა ქარის პირობებში გაშლილია ნაძვის ხეებზე 15 მეტრის სიმაღლეზე და ამას უწევს შეგროვება ტექნიკის საშუალებით და მე განთავსება ვიკითხო ყველაზე პრობლემური რაღაც სეზონურთან სეზონების მიხედვით ხო ვცვლით ხოლმე საბურავებს ჩვენ და რო გამოვცვალეთ ეს საბურავი საწავიღოთ მე წესი რამე არსებობს საბურავის გადაყრის. ნახეთ, რაც შეეხება საბურავი წარმოადგენს სახიფათო ნარჩენს, შესაბამისად არსებობს გაფართოებული შემოტანის ვალდებულებები, ვინც ის კომპანიები, რომლებიც საბურავის შემოტანაზე რეალიზაციას ახორციელებენ, ასევე არსებობს მათი როგორც აი თქვა ელემენტების, ჩაბარების მუქტები და უამრავი კომპანია, რომელიც ამას იბარებს და იმისგან მე ამზადებენ სხვადასხვა პროდუქტებს. მოკლედ TBSG არის ვებგვერდის მისამართი, ცხელი ხაზის ნომერიც რო შევახსენოთ. 70 90 50 ძალიან გაუფრთხილდით თქვენს ქალაქს, გაერთმანეთს გაუფრთხილდით. ხო, მე რომ მეგონა რომ რაღაც ვიღაცას შეიძლება სკამი დაჭირდეს, თურმე არ მოვიქეცი სწორად. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ უნდა გამოიძახოს სამშენებლო ნარჩენების. მადლობა გიორგი პაპავას.